ჟურნალი ონლაინ არქეოლოგია 5 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. გამოცემის განვლილ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს ჩვენს მომდევნო სიუჟეტში ნახავთ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის პრიორიტეტულია არქეოლოგიური პროექტების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. ჟურნალი ონლაინ არქეოლოგია, რომელიც ამ სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოდის, მალე 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. იგი განკუთვნილია როგორც პროფესიონალი არქეოლოგებისთვის, ისე მოყვარულთათვის და უზრუნველყოფს საქართველოში არქეოლოგიური ძეგლების, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების შესახებ ინოვაციური და თეორიულ აღწერილობითი კვლევების გამოქვეყნებას. პროექტი, რომელსაც ონლაინ არქეოლოგია ჰქვია, დღემდე სხვადასხვა ადგილებში განათხა, არა მხოლოდ სხვადასხვა ადგილებში განათხარი ობიექტებზე ინფორმაციების გაცემით არის დაინტერესებული, არამედ სამომავლო ხედვებსაც აჟღერებს. გადავწყვიტეთ ონლაინ არქეოლოგია გავამყაროთ და გავამაგროთ იმით, რომ ის ვაქციოთ პერიოდიკად. და ამ ჟურნალის არა მხოლოდ ონლაინ ვერსიები შევთავაზოთ მას, ვისაც ეს აინტერესებს, არამედ მან უკვე ნაბეჭდი პროდუქტის სახეც მიიღოს. პირადად მე ერთი წელია რაც შევედი ამ რედკოლეგიაში, არა მარტო მე, ბატონი ბესარიონ ლორდ-კიფანიძე, ქალბატონი ლალე ახალაია, რომელიც აფხაზეთიდან არის ასევე. და პრიორიტეტები ამ ჟურნალს აქვს ის, რომ ყველანაირი არქეოლოგიური კვლევაძიება, რაც კი არსებობს საქართველოში, უმეტესი ნაწილი, რაც უფრო საინტერესოა ჩვენთვის, ქვეყნდება ამ ჟურნალში თავის ფოტომასალით, რომელსაც ქალბატონი მაია ჩოლოყაშვილი უდგას სათავეში. და საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესი იჩენს ეს ჟურნალი, ვინაიდან რადგანაც ყოველწლიურად ეცნობა საზოგადოება იმ ახალ აღმოჩენებს, რომელიც საქართველოში ხდება და მიმდინარეობს მუშაობა არქეოლოგიური განხრით. ონლაინ ჟურნალის გამოცემებში აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლების შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დიდია საზოგადოების ინტერესი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი აფხაზეთის თემაზე მომუშავე მეცნიერებსა და არქეოლოგებს თანამშრომლობას სთავაზობს. ძალიან დიდი სიამოვნებით ქალბატონ მაიასთან ერთად, იმ ჯგუფთან ერთად, ვინც ამ ჟურნალს ხელმძღვანელობს, აკეთებს მის, ასე ვთქვათ, მონიტორინგს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიამოვნებით მივიღებდით ნებისმიერ რესპონდენტს, სიამოვნებით მივიღებდით აფხაზეთის იქნება ეს, სამხრეთ ოსეთის იქნება ეს, ნებისმიერს, რაც კი საინტერესო თემა იქნება, ჩვენ მზათავართ, რომ გვერდში დაუდგეთ, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, კიდეც არ აქვს ამას აბსოლუტურად ჩვენთვის არანაირი, ასე ვთქვათ, პრობლემას არ გვიქმნის და შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც იმ მოცემულობაში ჩვენ გვექნება. ისე რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გახსნილი საზოგადოების პრინციპით, ღია საზოგადოების პრინციპით მზად ვართ ნებისმიერ რესპონდენტთან თანამშრომლობისათვის. როგორც ბატონი დავითი აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. აქვე განმარტავს, რომ იქ დღემდე გრძელდება კრემლის დაკვეთით არქეოლოგიური ძეგლებისა და მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის გამოყენება სეპარატიზმის მხარდასაჭერად. ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად გვაქვს გაკეთებული ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რატოა დახურული სივრცე რატო არ იძლევა ინფორმაციას აფხაზეთის მხარე, რა ხდება დაუშვათ იგივე ყველაზე პრობლემურ არქეოლოგიურ ობიექტზე ეს არის ოლგინსკოეს სამაროვანი, ანუ იგივე წებელდის სამაროვანი, რომელიც გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი იური ვორონოვის დამსახურებით ცხადია ბჭყალებში გახდა საფუძველი, დიდწილად საფუძველი სეპარატიზმის მომზადებისა აფხაზეთში. სავარაუდოდ იქ სპეცსამსახურების ნებართვის გარეშე ვერავინ ფეხს ვერ შედგავს. არ ვიცი არქეოლოგიას ესე განსაკუთრებულად რატო უვლის ის ადამიანი, ვინც ასეთ ფორტიფიკაციებს უგებს არქეოლოგიურ ძეგლებს გარშემო, იმიტომ რომ ჩვენთან ეს ყველაფერი აბსოლუტურად ღია საზოგადოების პრინციპით მუშაობს. იქ ეს სხვანაირად არის. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად ვართ. ერთადერთი მძლავრი ინსტრუმენტი იარაღი, რომ ზემოქმედება თუნდაც ნაწილობრივ რაღაცაზე მოვახერხოთ, არის სწორედ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ეს იუნესკოს ხაზი, იქნება ეს იკრომის ხაზი, იქნება ეს იკომოსის ხაზი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
იქ როდესაც იწყება სიტყვაზე რომელიღაცა ცნობილი რომელიმე ქართული ძეგლის ტრადიციული ძეგლის შეთეთრების სამუშაოები საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან აქტიურად არიან და მადლობის მეტი რა გვეთქმის მათთვის. თუმცა აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საზოგადოების ინფორმირებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების შესახებ. ამიტომაც ჟურნალი მომავალში დაინტერესებულ პირებს წარუდგენს ახალ რუბრიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ. მე ვიცი რომ მეორე ნომერში იყო აფხაზეთზე ანუ რუსეთის იკომის წარმომადგენლობის ანგარიში აფხაზეთში დაიბეჭდა ეს ანუ ითარგმნა ქართულად და გამოქვეყნდა ჩვენ ჟურნალში და ამის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ და ალბათ პრიორიტეტული იქნება ესეც რომ თქვათ აფხაზეთში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლები მიმოვიხილოთ ჩვენ ჟურნალში. ერთ-ერთი თქვათ ავტორი ვინც გააკეთებს ამაზე არის ბატონი ირაკლი ანჩაბაძე, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც გალის რაიონიდან არის თვითონ და ამასობაში კიდე მოვიძიებთ ჩვენ თანაავტორებს, ვინც სტატიებს მოგვაწვდის თქვათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების თაობაზე. ეს იქნება არა მარტო თქვათ არქეოლოგია, ხუროთმოძღვრული ძეგლებიც ალბათ და ქართულ მკითხველს ექნება საშუალება უბრალოდ ქართულ ენაზე გაეცნოს და ახალგაზრდებს ალბათ უფრო, იმიტომ რომ ძველ თაობას მაინც ახსოვს ასე თუ ისე, ახალგაზრდებს ექნება საშუალება ამ ჩვენი ონლაინ ჟურნალის მეშვეობით გაეცნონ იმ ძეგლებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.